სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველა სახალდრეში. გულიტადი. სალამი პატივისცემა სიყვარული. მეგობრებო, გრიპი დამემართა. ერთი მალე გამოჯამთელება მისურვეთ მაინც. გიოქანი ისევ თავის ვირუსი გადმონდო. როგორაც ზაგლები ერთმანეთს ვირუსს ავწელებენ. გიოქანის გარას ვირუსი ავიკიდე. სამწუხარო დავად გავხდი მეგობრებო. ღმერთს მადლობა, წამლებს ვსვამ. ენერგია ისევ გვაქვს, მაგრამ ყელი ძალიან მტკივა. გრესაცაზე გალიები ისევ გავრეცხე. შვილებსაც ასე გადავხედე. ასე გადავხედე. ბაღში დიდი პრობლემა გვაქვს. კარლოს მოდი ერთი შვილო. კარლოს მოდი ერთი შვილო. კარლოს მოდი. კარლოს მოდი, მოდი, მოდი. მოდი აქ ერთი მოგეფერო. დაიცადე, დაიცადე. კარლოსთან ჩიდაობის ვიდეო გადავიღოთ გოქან, ა? ჩიდაობაში კარლოსი მოიგებს თუ გოქანი. კომენტარებში დაწერეთ მეგობრებო. გოქან მოდი ერთი გადაგიღო. გადი, გადი. კარლოსის გვერდით გადადი შენ. თქვენ როგორ ფიქრობთ? კარლოსი მოიგებს თუ გოქანი მეგობრებო? გოქან, შედი შიგნით და ერთი ჩიდაობე. შედი, შედი. მიდი შედი შიგნით. შვილო, გარედან ჯიდაობით არაფერი გამოვა, შედი შიგნით. ვაი, 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 ვაი. ზეინა როგორ ეჭვიანობს? ზეინა დამშვიდი, ზეინა. რაგი გოქან არ შეხვიდე, გამოგეპარება, მოიცადე. თუ გაგვექცა კი? თუ გაგვექცა, ძალიან დაგვაზარალებ, ჩვენი ლომი ვაშკაცი, მაშალა. გამოდი. ფრთხილად. 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 ფრთხილად, 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 ფრთხილად. ესენი ზაგლები კი არა, ნამდვილი ურჩხულები არიან, მაშალა. ხო, კარლოსი და გოქანი. უბრალოდ კარლოსი სხვა საქმეებს მისდევს გოქან. ახალ ლეკმები გვყავს, პედრიერი იყოს, ოქანის დაკეთებული ხალისხიანი ხელობა. მოკლომი არ ჩაჯდა. მოდი, მოდი, მოდი. ოი, ჯიდავეთ, ჯიდავეთ. ხო, შვილო, ხო. ვაი, ვაი, ნახე გოქანი. გოქან, რაღაცას კითხავ, გოქან. შენი მეტსახელი აიბოღანია. აიბოღანების გოქანი. ხო, კი, დაგაგდებ, ძმაო. რა? დაგაგდებ. ანუ, როცა ამბობს კეპიტირი მეხა თურქულად თარული, უნდა თქვას, რომ შენც დაგაგდებ. ნახე, მაშალა, ნახე, აბო, ხედავ გოქას. მაშალა, მაშალა. აიბოგა გოქანი. რა თქმა უნდა, კარლოსმა ყურადღება არ მიაქცია მას. რომ მიაქცია, ნახავდი. ჰა? ელსუ. ჰა. გაბრაზდი. ხრენდი და ხრენდი, ხრენდი და ხრენდი, რენდი გოქან. როგორ ეშინია? გოქანმა გრენა დაიწყო, გოქანკან. შენ მაინც ზედმეტად ნუ დააძალებ. ხოი. ვასილის ერთი. ხოი, მარლა. ზეინა, მარლეს არ მიეყარო, შვილო, ტყვიანი იყავი. ხმა არ ამოიღო. გოქან, რაღაცას გითხავ. ესე როგორ შეშინდი, ბიჭო? გოქან. გოქან, ეხლა ცოტა ხნის წინ რას ამბობდა შვილოის კარლოსი? არა. კარლოსი რას ამბობს შვილოის? არა, ბიჭო. კარლოსი რას ამბობს შვილოის? დაიცადე რა. კარლოსი რას ამბობს შვილოის? არა, ბიჭო. გოქანი შიშისგან კვდება მეგობრებო. გოქან, ქვემოთ ჩარვანზე რაღაც წასმულია. ქვენს ჩაიჯვით თუ რაკენი. ძმაო. აქ მე მხოლოდ ის დავინახე რომ გოქანი შეშინდა. ენცამს გონება დაებინდა. უკონტროლოთ ცა და ჩემი მკლავის დაჭერა. ენცამს გონება დაგებინდა. ნახე, მოდი. აი მეგობარო. შენ რას აკეთე, ბიჭო? აღარანაირი თამაში შენთან. კარლოს შემდეგ ჯეზე გარეთ ვიჭიდავთ. მოდი ახლა გამოყევი იქიდან. გამოდი. მოდი, გამოდი. მოდი, მოდი, ხმა ამტკივდა უკვე. აიგე კამერა გოქან. გოქანის პროფესიონალური ხელობაა ეს. რა არის ეს ბიჭო? აუ, მიდი ბიჭო, მოშორდი. დავხედო წადი. ძმა შენი შვილია. კაცო, რას ამბობ, შვილიო? შვილია და ყველაფერს უნდა ვაპატიოთ. რას ლაპარაკობ? გადი. ამას ზანდეწყვია, ხედავ? ახალგაზრდებო. ხავს ველოდები, მაინც არ გადადის. არ მოდის. ბერტო ჩემო, მუცელი ამიცია უკვე. რა ნერწყვი აქვს ამათ, მეგობარო? არ გადის. ჯერ კიდევ არ გადის. ამჯერად კი მეორე ხელში დარჩა. მარტო გოქანის გონება წავიდა მეგობრებო, ეგ დავინახე. შიშისგან მართლა. გონება დაკარგა. უყურე და დავინახე რომ საქმე სერიოზულობაში გადადის. უთხარი მშვიდობა იყო ძმაო. ულა კარლოს, აიგე კამერა. უყურე და ბუზღუნებს ძმაო. თქვი, აი ახლა შევჭავს მე პირდაპირ. დღეს კარლოსისთვის საჭმელი ხვდები. კარლოსისთვის სპეციალური ჩიდაობის ვიდეო გიდათ მეგობრებო, თქვით და გავაკეთებ. დღეს ძმაო, რა თემაზე ვსაუბრობთ? მოდიში რას ვამბობდი ცოტა ხნის წინ. ეზოში რაღაცაც ხდება. ბაბუას მალე დავასტერილიზებ. იმ ბაბუას. სულ
სულეც გაუკეთებთ? სულეთ ზაუკეთეთ დავასტერილიზებ. ბაბუა თავს მახვევს. მიდი რა კაცი მეგობარია. ეხლა ის სხვა ძაღლები ერთი წუთით მიქსი ძაღლების სტუმრები იყვნენ, იცით? ისინი გაუშვით. მათი სტუმრობა დასრულდა, მეგობრებო. ამის შემდეგ ბაბუა მათთან ერთად წინა კითხვაზე ხო გითხარით? ვისთან დააყენდა? კარამელთან დააყენდა? სიუთლაშთან დააყენდა? ჩიტილთან დააყენდა? ეხლა ჯეკი. ჯეგის უკან დასწევს, ნამდვილი მტაცებელია. როკის კი სახელი აქვს, ვითომ გარკვნილია, გეფიცები. სად არის ის ბაბუა? ისევ ჯეგის უკან დადი, ჩვენ ვეღარ გვხედავს. თორე ვიდეო რო იწყებოდა, მაშინვე მოფრინდებოდა. ეხლა დღეს ჩვენი თემა რა არის? ეხლა მეგობრებო, ალექსი გოგოსთან მივიდა. იცით, ოდინი ავიყვანე რომ ალექსისთვის წყვილი ყოფილიყო. დღეს ოდის და ალექს თუ ღმერთი ინებებს, შევეცდები დავაწყვილო. ეხლა ძალიან რისკიანი ვიდეო გველოდება, რაც გიდათ ის იყოს. ძმაო, ეს გიჟია. თავი არ აქვს წესრიგში, გიჟია. არიზა. სიკინთი. ჩემსავით, კარგი, მეც ესეთი ვარ, მართალია. ნახე, იქ გადაიგე, იქ ერთი კაცი დგას. ფაისალი, ხედავ? აი ნახე, ფაისალი შენსავითა. გაიგე? ოდისაც გონება არ უარგა. ორივეს ერთმანეთთან გავაცნობთ. კაცო, ეს ხო ის კაცია? ეს კაცი არა? გონება ჩლუნგებს კაცებს არ ვეძახი, მაგრამ გოგან, შენსგან ალუბლისკისგან მათრავს გავაკეთებ და გცემ. ჭკვიანად იყავი. დაიცა რა სვამობდი. ო, ბაბუას გადაიგე. სწრაფად გადაიგე ამავად ყოფს. ბაბუა არ ცხვენია, ჯეგის უკარო დადიხალ. ქალების მტერი. ამ ბაბუას სახში არ შეუშვათ. სადაც დაინახავთ ამ ბაბუას, იქვე გააგდეთ ეს ბაბუა. დაიცა, მოდი მივუახლოვდეთ მას. ჯეგი, მოდი. ჯეგი, მოდი, ჯეგი. ჯეგი. ვაიმე, შვილო, რა გაწუხებთ ამ დედესთან? დედე, მოდი აქ. დედე, მოდი აქ, დედე. არ ჩვენია, ხო? არ ჩვენია, ხო? გებიცები გაკასტრიდებ, ნახე. გებიცები. შენ ჩემი თავსატეხი გახდი. შენ ჩემი თავსატეხი გახდი. მოიცადე, მოდი ეს დავხუროთ, ნახოთ. შენ როგორ ფიქრობ, გალიაში რამდენი წამი გაძლებს? 9, 10. 10 წამი გაძლებს. დავიცადოთ, ცადოთ ერთხელ. დედეს გალიაში ჩავსვამთ? ბაბუას და ჯეგიც. ჯეგიც ხო ესეა, გეუბნებით, სადაც ამ ბაბუას დაინახავთ, გამოეკიდეთ. ბაბუა გადიოთი. ბაბუა უსინდისო. მოდით ვნახოთ გალიაში რამდენი წამი გაჩერდება. დიახ, ბაბუას ვაგვირდებით. წადი დედე. მოდით ვნახოთ, რა შეძლებ. ამ გალიასაც შევაკეთეთ, ხოლოდ საკეთს რგოლს დავუყენებთ. ეგ რა დარჩა, მეგობრებო. აქაც დღეს დავამთავრეთ, ალხამდულილლა. ცოტა გალია გადაგვრჩა. ეხლა ნახე, ჯერ ალექსი გამოვიყვანოთ. თქვენ იმ დროს ნუ გამიტეხავთ გულს. თქოთ. ხანდასაჭერად თუ ავიდეოს მოიწონეთ, გამოიწეთ ახს და კომენტარს დაწეთ, ძალიან გამიხარდება. თქვენი მოწონებები და კომენტარები ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ნუ დამწვიდავთ გულს. ნახე, სხვა რო იყოს, ავად რო გახდეს, დაწვებოდა და დაისვენებდა გეფიცები. უცხარი გოგას, ადექი, ხალხი ვიდეოს სიტყობს მეთქი. წერენ და წერენ. უცხარი ადექი, მოდი ვიდეო გადავიღოთ მეთქი. მესმის მოსმენა. მე ვთქვი ეგ. მე გითხარი შენ. არ იტყუო, ბიჭო. შენ რო იყო სარავამდე იჯდებოდი. მაგრამ არ ვიტყვი. შენ პირველი საქმე გავაკეთოთ, გოგან. ერა 100-ია და ესკობარი აგარია, ხო 100-ია. მოდი ესენი აქედან გავიყვანოთ, კარგი? ზეინა შენც, შილო ყველას ეჭკუბები, შეგედე ზეინას. მოდი აქ ზეინა. მოდი ზეინა. შუდი გოგო ზეინა. მაგრამ ბაბუა ხო იქ დავსვით. დაიცადე, ნახო. ზეინა დავხუროთ. ესკობარი და 100-ია გალიაში უნდა ჩავასვათ, მეგობრებო. ამის შემდეგ ნახე, ალექს შეხედე. იმედი აუდისაც არ დახურავენ. ამას მეშინია. ბაბუა ზეინას მოგიყვა, ბაბუა. დედე გაუშვათ. ბაბუა ისევ გააგრძელოს თავისი სიბინძურე, მაგრამ ბაბუამ რეკორდი მოხსნა. ისევ გაჩერდა გალიაში, მაშალა. ზეინა, მოდი შვილო, აქ გადმოდი. ძმაო, სიბინძეშიც კი რეკორდი მოხსნა. ბაბუა ყველაფრის რეკორდს. ბაღი ყველამ გაასუფთავა. მართლასია. მეც მადლობა, მარლა დავხურეთ. ხო, თან მარლასთანაც ცდილობდა შეწყვილებას, შეშლილი. ჰექტორ! სად არის ჩემი ლომი? მოდით აზია და ესკობარი ერთად ავიყვანოთ, მეგობრებო. გოგანმა აქ ისევ მეზმაულის კვანძი გააკეთა. მოდი ეს გავხსნათ. დაიცადე ერთი წუთით. ესენი როგორ უნდა ავიღო? მოიცა თითო-თითოდ, თითო-თითოდ, თითო-თითოდ. აზია შეხედე ძმაო, მოიცადე. მოიცა. 100-ია. მოდი შვილო, ცოტა დაგიჭერ, შეიძლება? მოიცადე 100-ია. გუშინაც ასე ვერ შევძელი, ა? შეხედე ამ 100-ას. ამ გოგოს როცა ახვდავ, ხედავ, გიждები, არა გოგან. მაშალა, ჩვენს ლოგოს, ლოგო, შენს გალიაში ჩაქსვამთ. მოდი აბა, 100-ია.
აქ ცოტა გაჩერდი გოგო, ცოტა საქმე გქონდა, კარგი? ლამაზო. თუ შენ გარეთ იქნები და ალექს და ოდის გამოუშვებ, შენ მათ კარგად ასწავლი ჭკუას. ეხლა შენ ჯერია. გიჟო ესკობარ. ესკო. დაიცადე ესკო, ესკო დაიცადე, ესკო, დაიცადე. თუ ესკო გაიქცევა მაშინვე? დაიცადე ვირისტერო, მოდი. ესკო აქ მოიყვანე, მაგრამ იმედია ჰექტორს არაფერს დაუშავებს, ა? კარგი. ეხლა ესკოსთან ერთად 100-ია იქ დარჩეს მეგობრებო. ჯერ ალექსი გამოვიყვანო ძმაო. ალექსი. სად არის ბიჭო ჩემი ფსიქოპატი შვილი? ალექსი რომ მივიდება, იქ სამე. ზალი 100-ია. 100 არ მოხვიდე. 100 არ მოხვიდე შვილო. ერთი წუთი ალექს. დაიცადე, დავშვიდი. დავშვიდი, კარგი, ჰეი. ნუ უახლოვდებით ესე. ერთი წუთი, ჰეი. დაიცადე, 100 არა. წადი შვილო. ერთი წუთით. არა, ბაბუა, არა. რა ხდება? ჰეი, მოიცადე. დაიცადე, ნახო, დაიცადე. ოჰო. ლამაზია. შეშლილი ავიკიდე თავზე ღმერთმა გუშველოს. ძალიან ცუდად იკედება, ხო? მოიცა. დამშვიდი. უკან ცოტა გავასეინოთ, ალექსი. შენ უკან გააგზელე. რაგი, ერთი წუთით 100 არა. 100 ალექსი, სახუმარო არა, ნახეშვილო. დაიცადე. უკვე სუდ გვამიჩის. ეხა მე აქედან წავალ ესეჟობს. მოიცადე ალექს, მოდი. ალექს, მოდი შვილო. დაიცადე, ნახოთ, დაიცადე. როკი. დაიცადე 100, არ მიხვიდე ახლო შვილო. 100-ს ალექსი ზულს მეგობრებო. დაიცადე. სინამდვილეში ნეტავ 100 დაგვეკეტა. დაიცადე. ეხლა ნახეთ ალექსი, მოკლედ აგიხსნით. ალექსი ძალიან ხარისხიანი, 10-აზე, უმაღლესი დონის როტვაილერია, მაგრამ ხასიათი ცოტა პრობლემურია. ეი, ფრთხილად, როკის კინა გამეჭირა, გაჩერდი. ერთი წუთი. რა თითქოს 100-ს მეშინია და ამიტომ ვერ მივდივარ, რა. დაიცადე 100. უბრალოდ ცოტა აგრესიულია ელბლუ ყველასთან. ყველა როტვაილერი ასეთია, არა. ჩვენი მარლა მაგალითად რამ 7-ია, მაგრამ ალექსი ცოტა უხეშია. დაიცადე, კაბლან არ მიხვიდე ახლოს, ეხა ძაღლები მასთან გასაცნობად უახლოვდებიან, ებიან, მაგრამ მათთვის ასე ახლოს მისვლა ცოტა რისკიანია. ალექსის ფარსაზისით. ფიზიკი შენ ჩადე, ბიჭო. ხო. დაიცადე, 100, დაიცადე. ხო, ტონი არა. დაიცადე 100, არ შეხვიდე შვილო. ეი, არა. რა ხდება ბიჭო? დაიცადე. შვილო, რა საქმეა ეს ასეთი? სინამდვილეში ჩვენ ესენი კონტეინერის იქ უნდა გაგვეშვა. ვინ? ესენი. გადახდებიან. შვილო, ჩვენ გვერდი დაგიდგებით, ხო იცი? დაიცადე, ნახო. ისევ გადახდა. არ გადახდება, დაიცადე, ნახოთ. მართლა ნატაშა შეიძლება ფეისალს აჯობოს. დაიცადე, არა. იქ საუკეთესოა მეგობრებო, თანაც იქ ყველაფერი სწორია. იქ უფრო ფრთხილად ვიქნებით, თუ თავიდან არ დავშორდებით. არაფერი მოხდება. ძმაო, ალექსი ძალიან კარგია, მაგრამ ცოტა რთული ხასიათი აქვს. რადგან როცა გაჯიუდდება ძალიან ცუდია. არა. დაიცადეთ ბიჭებო. მოდით ვნახოთ იქიდან გაიქცევა თუ არა. მოდი მივყვეთ. დაიცადე გოგონა. ეხლა ალექსი გაუშვათ მეგობრებო. ალექს. მოდი აქ ლამაზო. კარგი, ეხლა ჯერ აქ სუნი აიღოს. აქ ერთი შეხედე ძმაო, ფეხსაც კიცევს და ასე შარდავს. ეხლა ასე ფეხსევს. შარდამ დედრ ძაღლებს, მამაკაც დამაგრევერს ვეძახი, პირდაპირ ხვადივით იქცევია. რომელი დედრიც ასე ფეხსევს და შარდავს, ის ძალიან კაცრი ძაღლია. მე სულ ასე მინახავს. ნახეთ, ჩვენი მარლაც ესეთია, ესეც ასეთია. ამ მათი ხასიათი ყოველთვის კაცრია, ნახე რა. ის არაცნობიერებს რომ დედრია. ალექსი. მოდი შვილო, შეგიყვარო. მაშალა ჩემ ჭკვიან გოგოს.
ანატოლიის მომია, ეს ანატოლიური ძაღლია. ალექსი სინამდვილეში ძალიან ძვირფასი და კარგი შვილია, მაგრამ ალექსი მეგობრებთან ერთად ჯგუფში შესაძერისი არ არის. ანუ, როცა ამბობ ჯგუფი, რას გულისხმობ? ბევრი ძაღლის ჯგუფია, რაოდენობა დიდია. ამ ჯგუფში ალექსი არ ეწყობა, მაგრამ შენ სეზონში დააყენე. იყოს მარტო და კიდე გვერდით ყავდეს ერთი მამრი-ძამრი ძაღლი, რომელთანაც კარგად ეწყობა. ნახავ, ამის შემდეგ ლეგენდარული შვილი იქნება. ხოლო აქ ჩვენთან ჯგუფთან ვერ ეწყობა. ამიტომაც აქვს პრობლემა. თორე სინამდვილეში ძალიან ლამაზია. მოიცავ ნახო, ეხლა გარეთ გამოვიდე. მოიცავ ნახო, როცა ძაღლები მიუახლოდები არა სიზამს. ასიე, ნუ შეყოფ თავს. არა, ასია. მაშინ უეხება, ხედავ? ძალიან მაგარი გოგოა მარფრა, მაშალა, მაგრამ აღნაგობა, გავისკალა, ანატომია შესანიშნავია. ღმერთმა ბოროტი თვალისგან დაიცვას. დაიცადე შვილო. ეხლა მე გავალ. არა. დაიცადე ახალგაზრდებო. გოქა შენ გაჩერდი. ერთი წუთი შენ გაჩერდი, შენ არ მოხვიდე. ეხლა როცა მე დავშორდები, ნახოთ რას გააკეთებს, ეს მაინტერესებს. ალექს, მოდი. ალექს, მოდი. მოდი, ლამაზო. მოდი, ლამაზო. მაშალა, ეგრევე მოსხურდა რა. დაიცადე გოგო, მალე დალევ წყალს. აქედან გადახტება. შეიძლება გადახტეს. ვისკიანია, გვერდით დაუდგები, ძმაო, თელი ყურადღებით. ამრისზე ვეწავალთ. თუ ეს გადახტება, აქ დიდი აუზაური ატყდება. ეხლა მაშინ ოდინის მოსაყვანად წავალ და მოვალ, გოქან. შენ აქედან გამომიყვან, რას ვაპირებთ? აქედან არ წახვიდე. თუ აქედან წახვალ, პრობლემა იქნება. ეხლა ალექს ვერ ვენდობი, ეხნავე ოდის მოვამზადებ, მეგობრებო. ძალიან ისკიანი ვიდეოა, ეხლა გეფიცები, ნახე. ეს გიჟი ესკობარს ეჯახება. ოდი ზელამკაცრია. ოდინი მდედრს უახლოვდება. იმედია შეთანხმდებიან. ვცდით ძმაო, რადგან უნდა დავაწყვილოთ? ეხლა რას ვაკეთებთ? მოდი. ძმაო, ოდინის გარშემო ძაღლები მაშინვე შეიკრიბნენ ეგრევე. მოდი ჩემოლომო, ნახოთ. ოდი ზაუზაუსი არ ჩავაგდებთ, შვიდად მოვიყვანთ. რადგან არაფერმა არ უნდა გააღიზიანოს და დაძაბოს. რადგან ის არც დედს და არც მამს არ ასჭირს. ცოტა ფსიქოპათია ეს ბიჭი, ხო იცით? დაიცადე, ახალგაზრდებო. ალექსი როგორ უყურებს ოდინს რა? გიოხანი გაიყინა? დაიცადე, ნახოთ. ძმაო, ესენი ჩხუბს აპირებენ. კარგი სამუშაო გისურვებ. დაიცადე 100, არ შეხვიდე. ვაი, როგორ უნდა შევაჩიოთ? ერთი წუთი შვილო. ხვდებით? ძმაო, ესენი ვერ ხვდებიან, რომ ქალი და კაცი არიან. ალექს შეხედე, ეგრევე ცდილობს ფეხი დაიკავოს. გაგიზრდე ძმაო. ძმაო, ძალიან რთულად ჩანს. ალა, მოიცა, მოდი ეს ავიღოთ. ერთი წუთი ბიჭო, კარგი? მეგობრებო, ამ წუთას ხო იცით, ძალიან რთულია რომ ერთმანეთს შეეწყონ. ასე უბრალოდ არა. დაივიწყე შეწყვილება. ჯერ ერთმანეთთან შეწყობაც კი რთულია. 100-ე, გაიქეცი იქიდან. 100-ე, გაიქეცი. დაიცადე, ზუგ-სუკან არავინ უყვებოდეს. ეხა, დიდი პრობლემები გველის. გოქან, რას ამბობ? რამდენ პროცენტს აძლევ რომ შეეწყობიან? 0-ია. თუ ეს ვარაუდებსაც კომენტარებში ველოდები. თქვენ როგორ ფიქრობთ? რამდენი პროცენტია? რამდენი პროცენტია კომენტარებში დაწერეთ. შეეწყობიან თუ ვერ შეეწყობიან? ნახოთ, რა მოიცნობ სწორად. შევძლებთ ამას. თული არ არის. ალექსი ძალიან ცუდად გაიგე. საშექსიან ორივე გიჟია ესენი. 100-ზე ხო იცი? ნამდვილი პაცაცინა. გაიქეცი იქიდან ცოტა. დაიცადე 100-ე. დაიცადე 100-ე, გადი. 100-ე, წადი იქიდან შვილო, მიდი. არა ალექს. ეგლა ესე მოვიცევით, მეგობრებო. აქ ვიდეოს შევწყვეთ. ალექს მაშინვე 30 წამიან კონტეინერში მოვათავსებთ. ამას ვთქვით და გამოვუშვებ. ამის შემდეგ ალექს გამოვუშვებთ, აგი? ვიდეოს გავყოფთ, მაშინვე ალექს სარში შევიყვან. გათიშე.
ეხლა ალექსი გამორთე ძმაო. კარგადა? ოდის ეხლა გავუშვოთ. ოდინმა აქაურობა შეეჩვიოს. აქაც დავაზრიოთ, ეხლა ძალიან რისკიან ამას ვაკეთებთ, მაგრამ მათი შეჯვარებისთვის სხვა შანსი არ გვაქვს. ნეტავს სხვა შანსი გქონდეს. ჩემი ვარაუდით, მათ შორის შეიძლება პატარა კამათი მოხდეს. კამათის შემდეგაც ოდინი ალექს დაიმორჩილებს. ეხლა ვერც იმას იტყვი, ოდინი აჯობებს თუ ალექსი. ჩვენი ალექსიც კარგია. ამის შემდეგ თუ ოდინი ალექსზე ავტორიტეტს დაამყარებს, ალექსი ამას დაუშვებს. სად არიან ისინი? თუ შევძლებ მათ შეთანხმებას, სიტყვას გაძლევთ, ოდის და ალექს ავიყვან და ბაზარში წავიყვან. თალახმა ხარ გოქან? როგორ ხარ ბიჭო, თუ შევძლებთ მათ შეთანხმებას, ამას ვამბობ. ავიდეო 10,000 მოწონება თუ ექნება პირდებით, ამ ბაზარში ან ტყეში, ამასაც თქვენ გადაწყვიტეთ. აბა ძმაო, დააწეკით მოწონებებს. იოგა გაუშვა. სად ხართ? კაცო, ცოტა მეშინია რა. ფისტიკი ისევ მოსულა და გაქცეულა. ფისტიკი! რატო გაიკეცი ფისტიკი? სუდი ფისტიკი. ფისტიკი ხო ჩემზეა შეყვარებული, მართლა არა? ფისტიკი ჩემზეა გადარეული. ფისტიკი! მეგობრებო, უშვებ. ბიჭო, ჭკვიანად იყავით, ნორმალურად იყავით, ბიჭო, არ მათკინოთ გული. როცა ჩვენ ვიჭერთ, ძაღლები უნებლიეთ იძაბებიან. ამიტომ უფრო უსაფრთხოა, თუ მათ თავიანთნებაზე დავტოვებთ. როგორც ვთქვი, შეიძლება მცირე არეულობა მოხდეს. შემდეგ ეს მოულოდნელად მოდის. ფიქრობ წესიერები გახდებიან. მზად ვართ? 1 2 3 5-ის გახსნა მიმდინარეობს. სადაც ბიჭო? ალექს, მოდი. ალექსსაც სახლი მოეწონა და გასულ აღარ უნდა. ალექსი ეხლა თავის ადგილზეა. ალექსი რატო არ გამოვიდა ბიჭო? კომფორტულადაა დაიკიდე. ალექსი, მოდი. 1 წუთი. მეთო. გოგა, ხმა რა მოიგო? ჩუმად უყურებთ. უბრალოდ მივყვებით. უბრალოდ. ეხლა არ ყვირი რომ ჩემ გამო არ გაღიზიანდეს. დაიგე? არანაირად. მაშალა, 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 მაშალა. მაშალა, მაშალა. ეხლა არ მინდა გავთოლო, იცი? არ მინდა გავთოლო. აფოლო. მაშალა. ეხლა რამეს ვიტყვი და მე ნახე ფილმს რა დაემართება. საერთოდ არ მინდა რისკზე წასვლა. გაგულებული ხარ? მე გამიკვირდა. ხმამაღლად კი, ხმამაღლა. მე გამიკვირდა, გაგიკვირდა არა? გაგიკვირდა არა? 0%-ს ამბობდი. ბიჭო, მე ვარ. რომ ვერ შეთანხმებულიყვნენ 0%-ს ვამბობდი. ჩემი მეტსახელია ძაღლების ჩამჯუცულებელი კაცია. თაიფუნ დემილჯი. იცოდე. ოიცა, ცუდად არ ვთქვათ. ცუდად თავ შევაქებ, ცუდად რო გავიდეს. არ ვიჩქაროთ, მოიცადე. მალე პატარა შეტევა იქნება. ალექსი უგმენს, ოდინი კი დააწვეს, ასე მგონია. მარალუ მეფარები, მეფარება მერე მე მაგბენინებს. ამათ კბენა კიდე, კბები ძალიან ძლიერი აქვთ. კარგი, ამათთვის ერთი კარგი ხალხური სიმღერა იმღერე, რომ ცხოველებმა სტრესი მოიხსნან გოქან. ამათთვის ერთი კარგი ხალხური სიმღერა იმღერე. ცოტა რო დავშვიდნენ. მე ავად ვარ ძმა, ჩემი ხმა. ანუ ხელი და ასე შემდეგ, ეხლა ხანს გამიარა. არ მიყვირო ძმა. კარგი, ამ ვიდეოს 10,000 მოწონება რომ დააგროვდეს, შემდეგ ვიდეოში ხალხურ სიმღერას ვიმღერებ. ყველაფერს მოწონებაზე ვაბამთ. მეგობრებო, ეხლა ჩემს შეულ ფორმას უბრუნდები. დიდი მადლობა გმერთ. ეს ორი მშვენივრად ეწყობა ერთმანეთს. ხედავთ, წინა რეაქციასა და ამჟამინდელ შორის უზარმაზარი განსხვავება. აი სწორედ ეს არის ამ საქმის ფელი საიდუმლო.
ხედავ, განსხვავებას ამჩნევ. ცოტა ხნის წინ ერთმანეთს რომ ეჩხუბებოდნენ, ახლა თითქოს 40 წელი ერთმანეთს იცნობენ, მაშალა. ორივე ერთმანეთს მშვენივრად შეეწყო. და ალექსი, ნახე, ალექს ესკობარი არ მოსწონდა გოქან. ესკობართან ერთად იმავე მანქანაში ჩამოვიდნენ. ერთვეს ვიცი ვიდეოს უყურა, კომენტარებში დაწეროს, კველებია შენობაში მიიყვანა ისინი. ესკობართან ერთად ალექსი იქ ეჩხუბა. იცი რატო? ზუსტად ისე იქნება, როგორც თქვი. იცადე. საერთოდ არ ინერვიულო. ალექს, მართლა ალექს, ეხლა გამაბრაზე. ნუ გამომყვები. ნუ გამომყვები. შავი ენა ამოიგე და აი მოვიდა კიდეც. ეხლა იცი აქ ესკობარსა და მაშუის რა განსხვავება. მოდი ამასაც აგიხსნი. ოდინი ძალიან დომინანტი პერსონაჟია. ესკობარი მის გვერდით. გოგოს სახელი დამავიცდა ძმაო. ალექსთან შედარებით ცოტა უფრო პასიურია. ოდინი უფრო ავტორიტეტული, უფრო დომინანტი ძაღლია და თუ ამჩნევთ, ალექსი ოდინის ეშინოდა, მეგობრებო. პირველად ვნახეთ ძაღლი, რომლისაც ალექსი შეეშინდა და ეს ოდინი იყო. აქ გაიგეთ, რამდენად დომინანტი, რამდენად წამყვანი და რამდენად ლიდერის ხასიათი ძაღლია ოდინი. მაშალა ჩვენ შვილს. და ამიტომ ალექსი რო ერიდებოდა, ამის გამო მოხდა შეგუება. ამ საკითხში, როგორც ხვი, პატარა კბენის ცდელობები ზემოდან დაწოლა, დომინანტობის დამყარება ხდება. ამის შემდეგ ეს ორი მართლა გადასარევები არიან. იჟალაგ მენთმაკნას, რა თქმა უნდა, ესენი ერთად უნდა დარჩნენ. ხო, შეცვლილებასაც გავაკეთებთ. ხბელთმა თუ ინება გოან, ამათგან ერთ ლეგს ავიგებთ და ძმაო სოფლიოში უნიკალური იქნება. ესეც საგვარეულოა, ისიც საგვარეულოა, ერთ-ერთი დიაბლო შვილიშვილია. მეორე წაკლასის საგვარეულო ოდინია. ვა, ძმაო, ესენი ხო, გმერთმა დაიფაროს, ლეგენდარული შვილები არიან. ძმაო, შენ ჯამთელი იყავი, გმერთმა გაგიმარჯოს, ვინც ერთს არ მოგცემს, ის არაკაცია, ძმაო. თავარია, შენ კარგად მოუარო. ჩვენ სიტყვაზე ვდგავართ, გაიგე, ღმერთმა ინებოს თუ გაგვიმართლებს. მოდი შევხედო ამათ, ვაუ, ძმაო, მარფლა მაგრები არიან. ორივე ძალიან ლამაზია, ძმაო. ორივე ძალიან ლამაზია. ნახე, ოდინმა სინდი დააშინა, ხედავ? მაგრამ რაღაცას აკეთებს. ყველას აშორებს, როგორც კი ვინმე მიუახლოვდება, ასევე ძაღლებსაც და მეც მაშორებს. ხოლო ძაღლები კი არა, ჩვენ ყველანი ვგარბით გოქან. გოქანი იქიდან გარბის მე აქედან. გარდა ამისა, როცა კარნოსთან შევდიოდი და ჭიდაობას ვიწყებდი, შენ დამწინოდი. ბიჭო, ეს ამას ესხვის თავს, მაგრამ იქ რომ მე მაგბენინოს. ო, რა მოხდა? რა მოხდა? არიყვირო. არიყვირო. დამშვიდი. დამშვიდი. არიყვირო. არ გამწოვე. გონიერად მოიქეცი. არ გამწოვო. ეხლა ისე ვაკეთებთ. მოდი. მე ძიძუდით ალექს. ეხლა ჩვენ აქედან გავდივართ გოქან, კარგი? მოდით ესენი მარტო დავტოვოთ. კარგი. მოდი ცოტა მოვშორდეთ, ვნახოთ, ჩვენ გარეშე რა სიზამენ. არც უთაშ ჩვენგან არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს სტიმული. იცი ეხლა როგორები არიან? ეხლა მიწაზე ბენზინი დავასხით. ჩვენ ეხლა ველოდებით რომ ნაპერწკალი გაჩნდეს. ეხლა მდგომარეობა ასეთია. ამიტომ ეს ნაპერწკალი, ანუ ბენზინიდან ჩვენგან ცოტა შორს. მეთმა დალახოს გონება ამირია. ფიცი დიავნები, გონება ამირია. გაჩები. ერთი თუთი. შილო, არ იმის გამო რომ მე მიკბენს, არამედ ერთმანეთს ეჩხუბებიან. შიში მაქვს რომ შემშემხრობით მე მიკბენს. გაიგე? დაიცადე. ოძინ, არა, დაიცადე. შილო. დაიცადე, მაგრამ ასიე შენც რა შილო. ტელეფონი შენ აიღე, შენ გადაიღე, ძმაო. შენ აიღე, შენ გადაიღე. მომეცი ნახო. თუ არ გამოგივიდა, კარის ზემოდან გადახტი, გოქან. შენ სადმე გადახტი? დაიცავი დისტანცია, ძმაო. შეხედე როგორ დგანა გვერდი გვერდ. მაშალა. ღმერთო დაიცავი. ისინი ბოროტი თვალისგან. იოგან, ეხლა შენ შვიდა ჩამოდი. იოგან, შენ მეუბნებოდი თვალები შიგნით ჩაგივარდა შიშისგან. სრაბად. ჩქარა. შენთა ხო არაგერია. შეხედე მის მოძრაობებს. შენთა ხო არაგერია. როგორც კი გამოვიდა, როლში შესვლა დაიწყო. რა კაცი ხარ? გამოვედი. ერთდროულად გავხსენი, გამოხედი. შენაირი არავინ არის. ასე არ ვაკეთებ. ქოქანი. შიშისგან ცოტაღა დამაგდა. შულო, ეს საქმე ვინ გასწავლა?
ყველაფერი ჩიტო მიგწავლე? კაი, აიგე ეს. კილო ძაღლის მოვლა, მამლის მოვლას არ გავს გოქან. შენთან ერთად რომ ესწავლა ძმაო, შენსავით მეც შემეშინდებოდა დავიძაბებოდი. მეგობრებო, ეს გიოქანი უკვე ზედმეტებს იწყებს. გეფიცებით, თუ ერთხელ მაინც გავავწარებ, მთელი ცხოვრება ვერ დაივიწყებს. ნახე, ხალხიც ამას ელოდება. ცოტა დარჩა გიოქან, ცოტა. ჭკვიანად იყავი. კარგი, არა უშავს. ქრეს ალბათ ისევ სიზმარს ხედავს, ალბათ პროვოკაციაა. გოქან, ეხლა ამით ცემ, ნახე, ნუ გაამატებ. არ მისცე თავი ძაღლებ, ჭკვიანი იყავი. დღეს მეგობრებთან ერთად ალექსი და ოდინი დავაახლოვეთ. ალხამდულილა, წარმატებით ჩაიარა. არ უნდა გადააჭარბო რაღაცას. თუ რამე ზედმეტად გაახაგრძლებებ, ყველაფერი გაფუჭდება, ასე ვთქვათ. ამიტომ ყველაფერს ზომიერად დავტოვებთ. ეხლა ისინი კიდე ცოტა ხანს აქ დარჩებიან. დაახლოებით 9 საათი ან 1 საათი მათ-მათთან ვიქნებით. დავაგვირდებით, რომ შეწყვილდნენ. იმედია, კარგი შედეგი იქნება და ორივეს გახმერთი მოგცემ შთამომავლობას. ამჟამად მოვლენები ძალიან კარგად მიდის. მაინტერესებს კომენტარებში ვინ გამოიცნო სწორად. როგორ ფიქრობ, ვინმე მხარებს შეთანხმდებიან? არავის უცხო. ჩემიც ესე მგონია რა. ალბათ ყველა ამბობს 95%-ით ვერ შეეწყობია. თქვით რომ შეთანხმების არ ქონის შანსი ნულია. შეთანხმების არ ქონის შანსი. ეს ტყუილი კარგი რამ არ არის. ტყუილი ფულით იყოს. ტყუილს არ მიტყვი? ტყუილი. საერთოდ არ მიყვარს. ტყუილი ფულითაც რო იყოს, ეს გოქანი მაინც აიღებს კრედიტს და ისე ვიტყვის მეგობრებო. ძალიან მიყვარხართ. არ დაგავიცდეთ ვიდეოს მოწონება და აქცე გამოწერა. კარგად იყავით, კარგად დარჩით. შიდებით მეგობრებო.